ვანახლებთ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრების კომპლექსური კვლევის საკითხზე. მეორე ეტაპი ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ბაზრებს, ასევე მათ შორის ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე დაშვების ინფრასტრუქტურის ბაზრებს. ეს მთლიანობაში შექმნის ძალიან მნიშვნელოვან სურათს. კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვიწყებთ მეორე ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ვიმუშავებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც პირველმა კვლევამ გამოავლინა. მათ შორის შევისწავლით ტელეკომ სექტორის იურიდიული აბონენტების ბაზრის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ იდენტიფიცირებული იქნება ტელეკომ ბაზარზე არსებული ყველა გამოწვევა და კომუნიკაციების კომისიას მიეცემა შესაძლებლობა შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ტელეკომ ბაზრის გასაჯანსაღებად. კომისიის გუნდი ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შეისწავლის ისეთ დიდ და მნიშვნელოვან ბაზარს, როგორიც არის იურიდიული პირი აბონენტების, ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების, არასტანდარტული გამოყოფილი არხებით შეთავაზებების ბაზარი. ეს ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის დრო იმისთვის, რომ ახალი რეგულაციის შემოიღოს არსებითად შექმნის პირობებს საბითო ბაზარზე. ამიტომ ინტერესებდებით ამ ბაზრის კვლევის დაწყებას.